ისე მთელი დღე გირეკავდი და მიუწვდომელი იყავი და რაჭის შენს ტელეფონს ერთი ვიცოდე. მართლა? აბა, მოყევი რა ხდებოდა? არ მკითხა რა. რას ქვია არ კითხო რა ხდებოდა, მომიყევი. ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარ ადგილას ვიყავით, ქალგარეთ რესტორანში. რაღაცა ანტიკვარული მანქანით მომაკითხა ისეთი რა, დაახლოებით რა წარმოიდგინა ამერიკულ ფილმებში რა. და ამ რესტორანს ჰქონდა ძალიან ლამაზი კერძო ტბა. ხოლო ჩვენ არ მივიყავით. დახურული ჰქონდა ეს სივრცე. ვაუ. და აბა გაღლეტილიაო? არ ვიცი, ასე არ ვარ როგორ მოახერხა. საოცარ ემოციებში ვარ ეხაც. კიდე? ძალიან მაგარი მუსიკა იყო. 20 კაცი უკრავდა ჩვენთვის. ვაუ. გემოვნება კი ქონია გენაცვალა. და რა ერქვა მაგ ადგილს სადაც იყავით? არ მახსოვს, მე ხო იცი ეს სახელებს ვერ მიმახსოვრებ. გოგო, რას ქვია ვერ იმახსოვრებ, სად იყავით არ იცი რა ერქვა? მართლა არ ვიცი, ხო იცი არ უყურებ ხოლმე ეს. თუ გინდა გაგიგებ, კითხავ მე როაჩას. კი, კითხე, ძალიან დამაინტერესა ახლა რა ვცნობ. კითხავ მე. იცი რა კაი ქალია თამარი? შენსავით ლამაზი თვალები აქვს. სიმიდივით თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები. აი შენ რო ნახო, შეიძლება გაგიჟდე ისე გაგიხარდეს. შენსავით ჭკვიანია. არა შენ კი გეუბნები ასე ველაბარაგები, მაგრამ იმას კი ვერ უბედო. გუშინ იყო მოსული და დავინახე ერთიანად გამაჟრიალა ტანში. მერე კეფა გამიცხელდა, ნერვიულობის და სიხარულის ბრალი იყო ალბათ, რა ვიცი. ბოლოს ასევე ნერვიულე ბიჭოიას მამის გასვენება რო იყო. 80 ლიტრად ძმარი რო შემომბაბარეს. მე მაშინ რა სიტყვი შენ? ვერაფერს ვერ გეტყვის მაგ შენ. მიჯიკო. მოგიდე იმ გოგოს ხელი და დაბადიშე რესტორანში. ვის მოგიდო? ვის და ვიზეს მაგას ელაბარაგებოდი? მისმენდი. ეტა რა ვასულ გამოგაშტერა მაგათამაშე.
მომიყევი ერთი. ბიჭო, არ ცხენია ბიჭო. ქათამს ეუბნები საიდუმლოს და მე მიმალავ შეკაცო. რა მოგიყვა ბიჭო? ყველაფერი. აი ერთი რა მოგიყვა. აფერი არა ისეთ მოსაყოლია უნდა მოგიყვა. მომიყევი ყველაფერი. აი ისა ერთხანს გავუფუძდა მომკანის სახში ხო და ქვევით რომ მუშაობდი ჩამევიდა და ამიგეთეობთ ხო ავედი მეც და გავუკეთე ახლა ვიცი რომ ახერხება მერე ხო მე მეორე დღეს ჩამოსული იყო და ლობიოდა ის ჩამოვიტანა კონიაკი ადევინცა ბიჭო ეს არის არაფერი ბიჭო ეს არის არაფერი შენ მომკანი გაუკეთე იმას საჭმელი გაგიკეთა ბიჭო აგიწვია საქმე მოგიყვანია და ეგა ბიჭო კაი რა მომიყვანია კაცო მომისმინე ახლა მე შეგარგად და არ დამიწყვა ახლა ხელები შლა და ის რა იყო მომისმინე აუ კაი ახლა ბიჭო არ გინდა რა რა ის ბიჭო რას ვიღებ რასალ შეხდა ერთი ვორი და სამი აი ხერხუში მაყენებ ახლა მეტი ახლა მოგიდე იმ გოგოს ხელი და წაიყვანე რესტორანში და რასაც ამას უყვებოდი მოუყევ იმას და გაუხარდება ბიჭო ის ყურადღებიანიაო იფიქრებს ერთი ორი იქა ჩაარტყმებინე და იქნება გინებლანდო თვალებში შეუბედურო ხო მაგრამ მე მინდება ახლა შენ აი მიდი აიღეს აიღე და მიხედე საქმეს აი მადლობა მომისმინე ახლა შენ ბიჭო ლაშა სოფელში წავიდა თუ იცი არ ვიცი არ დაგირეკია ხოთაზო სად გაქვს ტელეფონი? 2 დღეა გირეკავ. სახში დარეკე რომ გითხარი. არ დამირეკავს, მაგრამ დავრეკავ. ნასვამი ხარ ისევ? არა, პახმელიაზე ვარ და თავი მისკდება. კიდავლი 1-2 ჭიქა, მაგრამ არ მიშველა. შეეშვი რა. ნუღასვამ და სახში დაურეკე სოფიას. რატო ვარეკავ? დავრეკავ. რაღაცები მივიტანე და ის სირი დამხდა. ვინ რომა? არა, რომა ვინაა? აი შენი ადვოკატი რომ იყო. კახა. რა უნდოდა? შენს საქმეებს აგვარებსო სოფია. კაროჩე. კარგი, ეხა ნოეთქვი ნურაფერს. უბრალოდ უნდა მეთქვა რა. რაღაც არ მომწონს მაგ ტიპის ქცევები. მიდი და დაურეკე ეხლავე. მოიკითხე ოჯახი. კაი, თაზო, კაი. სუპერმამიკო მე ვარ სუპერმახო სუპერ ალბათ ახალი მამიკო ხართ ხო? ჟირაფი ჯოზე სუპერმამიკო საბავშვო საოჯახო კომედია 9 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში ხომ მომკალით ამ თქვენი პრობლემები
რა გჭირ ხალხო, რა. არ ვიცი რა. მეც დამაწყდა ნერვები. აი ხა დავსხდეთ. და უფრო ნორმალურად მოყვები. ხო რა მithor ჭამე შეიძლება გული წამი. მიდი. მადლობა პატარა. მითხარი ახლა რა შეჭამ ყველაფერს გიყიდით იყო. ვიცი არ მინდა რომ შიმშილით გარდამეცვალო. მიდი აირჩე, მიდი. შენ? ყავა. ყავა კარგია. ჩვენი აპლიკაცია გაქვთ. რა თქმა უნდა. მადლობა რომჩიკ. არაფერს საყვარელო. მადლობა. აი ახლა მომიყევი რა ხდება. როგორ არის შენი ძმა? ბერლინში წავიდა. აბა არაპირებს წასვლას. არაპირებდა, მაგრამ წავიდა. კი, მაგრამ რა მოხდა ბოლოს და ბოლოს? არაფერი, გეგა მაცემინა. სასიკვდილოდ გაიმეტეს. ანუ ისეთ მდგომარეობაში ახლა ხო რო ვნახე, მეც კიდე გამოვკვდა. გეგა? გონი. ღმერთო არა ადამიანი მხეცი ველური მანიაკი დედაჩემო რას ვარ გადარჩენილი არა ხო ამბობ მაგ კაც ადამიანის მარტო კიდურები აქვს რა რას ერჩოდა? არ ვიცი, არ მითხრა ტატომ. არა ფაქტია, მაგრად გაიმეტეს რა. იმ დღეს ისეთი გიურზას მკვლელი თვალებით უყურებდა მე მეგონა ყელში წვდებოდა კიდე კარგი მეამცემა აჩარია რა. მთელი დღე ურეკავ, ტელეფონიც გათიშა, სახლში წავედექი, არ არის. დღო მიხვდა საშინელება რომ გააკეთა და ეხა უკან იხევს. მოვკლავ. აი მე ვერ ხვდები საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი ასე გაიმეტო. რა? აი მე მაგან მიპასუხეს ტელეფონზე და გამეტებას მე გაჩვენებენ. მე ვიცი რაც ხდება. უეჭველი გეგას პარალელურად ვიღაც ყავდა. ამისმა ძმამ გაიგო, იმას შეეშინდა რომ ეხლა სალის არ უთხრასო და 100% ვარ დარწმუნებული რა. 100 ეგ კაცი სულ თამაშობს რა, მთელი ცხოვრება თამაშობს. არ შევარჩი. ისე ზამდენი პრობლემა მაქვს. რომაზე უნდა ვიფიქრო აღარ ვიცი. შეეშვი რა. კიდევ უფრო ნუ გაამძაფრე ყველაფერს. აუ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი ესე დასრულდა და არავინ შეეწირა რა. დაანებე თავით რომ შეიძლება შეც მიგაყოლოს რა. მამადე არ ვარ მიჩვეული ასეთ გარემოში ყოფნას და ცოტა ნერვიულობ. ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი მშენივრად გამოგდით. თქვენობით ვარ დამელაპარაკებით. მაშინ უფრო თავისუფლად ვიგრძნობ თავს. მაშინ შენც ანალოგიურად შენობით ფორმაზე გადადი. კაი. არა შეიძლება ხანდახან მაინც წამოვწდეს. მასწავლებლების ოჯახში ვარ გაზრდილი და ასე ვარ მიჩვეული. მართლა? მამა ჩემი სოფელში სკოლის დირექტორი იყო. დედა ჩემი ახლა წასწავლის დაწყებითებში ბავშვებს. რა კარგია. შენ სანამ ეტყოდი მე თამარი მქვიაო, მე ვიცოდი უკვე შენი სახელი. საიდან? პირველად რო დაგინახე გონებაში მაშინ მე თამარი დაგარქვი.
ძალიან ლამაზი სახელია. მოდი ჩვენ სახელებს გავუმარჯოს. გაუმარჯოს. ისე ადამიანს სახელი რო არ ქონდეს, რა ვერ გუუჭირდებოდა ცხოვრება. აი დაფიქრდი, ვიღაცაზე გინდა ამბავი რომ მოყვე. და ვერ ხსნი ვინ არის ეს ადამიანი. იმიტომ რომ სახელი არ აქვს. რა უცნაური არ მიფიქრია ამაზე. არა დადებითი მხარეც აქვს ამას. რა? ერთმანეთზე ვერ იჭორავებენ ჩემთან სოფელში. ანუ კარგიც არის. არა, კარგი არა. იმიტომ რომ ერთადერთია სახელი, რაც წლების შემდეგ ჩვენ გარჩება. გაუმარჯოს სახელებს. გაუმარჯოს. გადვარსო ბოლომდე. არა, მასე ვერ დავლევ. ცოტ-ცოტას მოვწრუპავ. კაი, როგორც კი სიამოვნება. ისე არ მეგონა. დღევანდელ დღეზე თუ დამთახდებოდი. რატო? უარი რატო უნდა მეთქო? ადამიანი, რომელიც კეთილი განზრახვით გეპატიჟება, უარის თქმა უტაქტობაა ჩემი მხრიდან. შენგან უტაქტობა არც ერთი პასუხი არ იქნებოდა. ხოდა რა მინდოდა რომ მეთქვა. იმ დღეს ჩემთან რო ჩამახვედი. ძალიან მესიამონა. კარგად იცი ახლა შენ რომ ჩემთვის საჭმელი კი არაფერს კი არ ნიშნავს. უბრალოდ ყურადღება მესიამონა. რაც არ უნდა ფული გადამიხადონ. ის ერთი გაღიბება მირჩევნია და მადლიერების თვალებით შემოხედვა. ხოდა მოდი გულწრფელ შეგრძნებებს და წმინდა ადამიანურობას გაუმარჯოს. გაგიმარჯოს კობა. ასეთ უბრალოს და თავისუფალს გაგიმარჯოს როგორიც ხარ რა. ვეხარ. ამასინათ იქ სადაც მე ვცხოვრობ სტუმრად. მეზობელს იქ გამარჯობა უთხარი და გაგიმარჯოს კი არ მითხრა. თავინა კი მეწყინა, მაგრამ მერე გამეცინა. შენთან დავждარიყავით რა გვინდოდა აქ. შენთან შემეიხილავ და 1000 კაცი და მინდა რა ამ ხალხთან დაშდამა. აი ვიზე ჩვენთვის და ვიჯოჭებოთ კაცო. თან ამ სახში ბოლოს დავდე 14 წლის უკან. კაი, რაღაც ესე გინდა. აქენი შენ დასმარდი ცოტა. მე რამჭირს დასაწყნარები. აი ახლა მამა ჩემო გამოგაგზავნა. უნდა ველაპარაკო ბიჭო ხაზი. ამაშენ მაგ მომაზავნა რა დამიქირავ. შენ სულ გამოლეჭდი რაღაც ამბოლოდო რა ვიღალცი. კაი რა ლაშა. კიდე მე გამოვლეჭდი. ყველა მელაპარაკები ხა აზრი არ აქვს. გასალა ბიჭო აზრი. იცით გავატარეთ თელი ბავშვი. ერთად გემიზადეთ ცი. კაის გადახვდელია ბევრი, სულის გადახვდელია.
რა უნდა გითხრა, ბიჭო, შენ ახლა მე იმარი რომ არ მოგისმი. ასქვია დაგელაბარაკ. რაზღეთ გია იცი? იმ კაცს რო გუხეთქავ, ძმა გულს. გულს არა იმას გაუხეთქავ. დღე და ღამე არ ძინავს დარდით. არაპარაკია, ბიჭო, მაგიში და მაგიში. არ ძინავს, ხო, არ ძინავს, არა. მაგრამ ვალამეთში არა, ის ადამიანი რო გაგზნობიო შენ რა აწუხებს და რა აქვს გულში და რა ტყივა საერთოდ არ გაგზნობიოს, არ მიეკუთვნება მაგას იმ კატეგორიას, არა. ბიჭო, ას თვალებში ვატყობ, აი, ამხრივი გულის ტკივილი აქვს და რას განესწის ადამიანი. ადამიანის გაჭირებას მოთხოვნად უნდა მიხვდე. და თუ მოგიყვა, მასე მეორე კაცელი მოშიც მიხვდება მაგას. ჯემი ასტაბარაკო ამ ბიჭოიასთან და ასალაპარაკებს ამ სოფერს და ასაყურები ასე ის რიგი. მაგას მეორე დღეს დაავიწყდა ვიზია ყველაფერი და მამაშიც წელი ცხოვრება გულში ექნება ხინჯად შენ გადადგმული ყველანა ბიჭი. ხო, ასეა მიყოლი ახლა. დე ჩემი არა აცოდო? აი, შვილი ყავს და უყვარდეს მინუშლის. მაგრამ თლად გადაყვა. მაგის ფეხი არ უნდა ხვაქანა. ია, შენ წანახა. ისუზალა, ბიჭო, შენ აქ ფეხის დარღვას, მამა შენ ეს ვინი? შენ ნორმალური ხარ საერთოდ. ბიჭო, შენ მამა შენის ნახევარი ხო საკეთებული აქვს? იგი რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ შენ ისე მაგის უფლება ვიმოსა, ვიდრე მასალა ვიდაბარა, მამა შენ ფეხსა და ადგავს. რა გჭირს, ხია? ბიჭო, სანამ ცოცხალია. მეფერე ვიზია იმ კაცს. მეფერე. შენ აგიცხოვრია მამის გარეშე. და გაბრაზება რა ეს გალაპარაკებს ვერ ხვდები შენ თვითონ. და ცოცხალი იყოს ამოჩები და ერთი აწუთი დამაჯინა მაგას ერთად გავსვიდით ეცხოვრებას ბიჭო. მეფერე ვიზია იმ კაცს. და ამინდა კიდევ თქო. და შეძლებდა მაგ. შევხა მას მანიტუაგის მასე. შევდაწყანდებ. დაწყანდება ის. მიჯერე. მოდი შევრას გამომარჯოს. გაუმორჩოს. სიცოცხლეშივე დააპასებულა. მიჯერე მე შენს რაღაცეა. გასაგებია. რაო? მდგომარეობა ისე კრიტიკულია. მართვის უნქვაზეა. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. ანუ პულსი და წნევა ექიმებს მედიკამენტების გადასხმით უჭიროთ. რა უნდა ვქნათ? ვერაფერი. უნდა დაველოდოთ. დოქტორ. როგორ არის? ძიმეთ. რა დამემართა? ეს როლეს. რატომ? არ ვიცი. ვარკვევთ და აუცილებლად გავარკვევთ. შემიძლია ვნახო. უბრალოდ დავხედო მინდა. წამოდი.
ნიკო იყავი, მე გავაღებ. კარგად ხარ? უკეთესადაც ყოფილ ვარ. სალობა როგორ მაქვს? შეიძლება შემოვიდე. მოდი. ყავას არ დამალევინე? სიკოს დაუძახებ და დაკისხავს. მე შენი გაკეთებული მინდოდა, მაგრამ აი. რა ხდება? შენ არ გადაგიერა სტოგაბრაზება? კახა, ეხლა არც ნერვი მაქვს და არც მაგაზე ლაპარაკის დროა. შენ რანაირად შეგიძლია საერთოდ რამეზე ფიქრი მართლა ვერ ხვდები? არა, მართალი ხარ ხო, მაგრამ ის ხო იცი რომ გეგაზა შენზე არანაკლებ ნერვიულობ. ამაზე მეტად ცირა მანერვიულებს. აი, როგორ შეგიძლია ამდენი წლის ურთიერთობა ესე მარტივად დაიკიდო? მე მეუბნები მაგას, ვიღაც ორლარიან ქალთან მიღალატე. არაფერი არ ყოფილა რა. არანაირი ურთიერთობა არ ქონია მასთან. უდროადროს ჩავეჭერი თქვენ ურთიერთობაში, კახო. ისე მართლა მაინტერესებს, ძალიან გინდა და შენ რა იჯვიანო? იცი რა, საერთოდ არ ვეჭვიანობ. ეხლავე შეგიძლია დაურეკო. მე ცოლად მოვიყვანო თუ გინდა. რა ცოლად მოვიყვანო, რევს ლაპარაკო. გითხარი რომ არანაირი გზნობა არ გამაჩნია თქვა რა. იცი რა არის? ერთადერთი ქალი ვის მიმართაც გრძნობა მქონდა. ვისთან ერთად ცხოვრებას მინდოდა, იყავი და ხარ შენ. ზოგჯერ იცი რა მგონია, რომ ისე მიყვარხარ, როგორც გაცნობის პირველ დღეს და მე ვერაფრით ვერ ხვდები რანაირად შეგიძლია, რომ ესე ერთიანად გადავოსო ხაზზე ყველაფერს რა. ან იმაზე გიფიქრია, აი ჩვენი შვილი რო გაიგებს, რა პასუხი შეგიძლია გასცე და როგორ შეგიძლია აუხსნა. დაჭიქრა. რა შეიძლება ჩვენ შვილს, კახო. დიპლომატი შენ ხარ ოჯახში. ხოდა შენ აუხსენი, რატომ შორდებით ერთმანეთს? მინუცა შენ ყველაზე კარგად გიცნობ. მართალი რო არ ყოფილიყავი, იცი რომ არც მოვიდოდი და არც არაფრის ახსნას არ დაგიწყებდი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ შენ წინაშე შემოსტარიყავი. ისე არ გინდა რომ 3-4 დღე ჩვენ შვილთან ჩავფრინდეთ? კახა, სად უნდა წავიდეთ? ეხლა რა დროს სადმე წასვლა? არა, ეხლა არა. აი გეგა რო გამოჯავთვალდება, რამდენიმე დღით რო ჩავფრინდეთ. იფიქრე ამაზე. ხალხს ეხლაც არ დამალევინებ? აი. სუპერ მამიკოი. ყოჩა, ბიჭებო, ყოჩა. მოემზადე ყველაზე საოჯახო მოგონებების შესახებ. ამდენ ბავშვებს კაცები როგორ მიხედა? დაგვეხა. სუპერ მამიკოი. საბავშვო საოჯახო კომედია 9 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში. გისმენთ? რა შვები? გოგიტა შენ ხარ? რა ნომრიდან მირეკავ? ვერ მიცანი? დაკარგულიყავი კიდე 2 წლით და მე ალბათ მართლა ვეღარ ვიცნობდი შენ ხმას. როგორ ხართ? თაზოს კითხე და გეტყვის. აი არ გინდა ეგეთი ლაპარაკი. ნუ გონია რადგან მან და არ ვიცი რა შვები, რა ჭამ, რა სვავ, რა საკეთებს, რა დადიხარ. ვინ მიდის, ვინ მოდის. მართლა? რა ყურადღებიანი ხარ? მითხარი აბა როგორ ვართ? შენი შვილი როგორ არის? მითხარი, გისმენ. დამელაპარაკე წესიერად, რა დაგემარ? რა დამემართა?
გოგიტა ერთი თოია გირეკავ და ფეხებზე გკიდი ვარ. არ შეგეძლო დაგერეკა და მოგეკითხე? ან რო დაადე თავი და წახვედი, სად წახვედი? ხო აგიხსენი. ხო, ამიხსენი. და ვიღაც შენი ვითომ მეგობარი რო დამადგა აქ და მითხრა გოგიტას გადაეცი 10 დღე გადისო, ეგ ვინ ჯანდაბაა მითხარი. ვინ მეგობარი? რაო, რა უნდოდა? გოგიტა მითხარი რა ხდება? არ მესმის რაზე მელაპარაკები. კარგი. და კახას შენთან რა უნდოდა? თაზოს რო კითხო ვერ გიკავშირდება ხო? მიპასუხე იმაზე, რაზეც გელაპარაკები, თორე გავხევ შუაზე მაგ ნაბიჯვარს. ნუ იმუქრები ძალიან გთხოვ რა. და თუ გაინტერესებს რა უნდოდა კახას, შეგიძლია თაზოს კითხო და ყველაფერს მოგიყვება. და ისე მაგ რაღაცების რკვევას გირჩევნია შენ შვილს დაურეკო და მოიკითხო რა. სოფია ნერვებს მიშლი უკვე რა და ნუ მასწავლი ჩემ შვილთან როგორ უნდა მოვიქცე. დავლაგდები აქ და მოგხედავ ძალიან მალე. არ მჭირდება შენი მოხედვა გოგიტა. შენ თავს მიხედე. მე უკვე ვისწავლე შენ გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. სოფია, დაფიქრდი რას ლაპარაკობ. საკმარისზე მეტი ვიფიქრე. წავედი. აქცია? არა, შენ? ცოტა კი. ვიცი როგორ მინდა და გამოსვლა. ხო. გახსოვს რამდენს წაიმნავდით ხოლმე აქ? ოკეი. ძალიან კაი დრო იყო. აი იმ კიბეზე ვიდექით, მე და ლიზა ზუსტად მახსოვს პირველად რო დაგინახე. ლურჯი კაბა გეცვა, დახვეულით მაქონა და პატარა ჩანთა ქონა ხელზე გადაკიდებული. იმის მერე აი რო ვიჩიტებოდი ხოლმე. სულ შეგეძიდი თვალებით. ისე ხუციშვილი გახსოვს? ჩვენი ლექტორი? ხო. შუალედური რო ქონდა და რო ვიკითხე ერთი კონსპექტი ხო არავის არ გაქვს მეთქი და შენ რომ მითხარი რომ მე გათხოვეთ. როგორ გამიხარდა? აი მე შენ და ლიზა რო დადაქალდით. მე მივხვდი რომ არ გამექცეოდი ვერსად. ავე გარ მახსოვს, მაგრამ იცი რა მახსოვს ძალიან კარგად. გრძელი თმა რა გქონდა. და ძალიან სასაცილო რა იყო. ხო, არა მართლა ძალიან კაი დრო იყო. მაშინ მოცნებობდი ამ მომენტზე და ეხლა დღეს ჩემი შვილის დედა ხდები. სახელზე ვფიქრობდი. მერე? მოდი გოგო თუ გვეყოლება, ნილა დავარქვათ. ნილა? პირველად მესმის სხვათა შორის ან კაი სახელი. ჩემს თაჯინას ერქვა. და ბიჭი თუ გვეყოლება? ბიჭი თუ გვეყოლება, ჯერ ვერ მოვიფიქრე. შენ გაქვს ვერსიები? ბიჭი თუ გვეყოლება დავარქვათ სანდრო. სანდრო ჩემი საყვარელი სახელი იყო ბავშვობაში. ძალიან კარგი. ნახე რა უნდა გაჩვენო. მიცადე. ეს რა არის? რატომ გვაჩვენა? ბარსელონას ბილეთებია? როდის მივდივარ? ერთ კვირაში. რა ზუსტად. მაგარია. ძალიან. დამურეკავ მადლობას გადავუხდი. ძალიან გამიხარდა. კი, მეც ძალიან გამიხარდა. ისმეთ? რომელი ხარ?
ვინ იყო? ხელა გაზრდილ ხარ მეჯა. როგორ დაკაცებულ ხარ? ბოლოს რომ ვნახე, მაშინაც ასე გეძინა. აღარ მაშინ სულ ახალი დაბადებული იყავი. ახლა უკვე კაცი ხარ. რამდენი რამე მინდა გითხრა. რამდენ რამეზე მინდა გესაუბრო. ბევრი წელი ვიმოდი ამ დღეს. ძალიან ბევრი წელი. მაგრამ ასეც არა, ბევრად უკეთეს სიტუაციაში წარმოვედგინა ჩვენი შეხვედრა. ვერ მოვასწარი მენახა შენი პირველი ნაბიჯები. არასდროს გამეგონია შენი ნათქვამი სიტყვა. ამიტომ ნუ დამტოვებ. ნუ ზახვალ. ნუ გადამიხდი ასე სამაგიეროს. იშველეთ.